დაბა ნასაკირალში მცხოვრებმა მესხებმა ოზურგეთში საქველმოქმედო გამოფენა გაყიდვა მოაწყეს. შემოსული თანხა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სარეაბილიტაციო ცენტრს გადაერიცხება. ოზურგეთში უნივერმაღის მიმდებარე ტერიტორიაზე ნასაკირალის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დიასახლის სადახოსაძესთან ერთად გამოფენა გაყიდვა გამართეს. გამოფენაზე გამოტანილი იყო ხელნაკეთი ნივთები და ნახატები. აუქციონზე შემოსული თანხა ქველმოქმედებას მოხმარდება. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს საჭირო ნივთებს შეუძენენ. ბავშვები ვცდილობთ, რომ დავეხმაროთ იმ ბავშვებს, ვისაც ნამდვილად ჭირდება ჩვენი გვერდში დგომა. ჩვენ თვითონ ვაკეთებთ ამ ყველაფერს, გამოგვაქვს რაც გაიყიდება ეს თანხა გადაეცემათ იმ უნარშეზღუდულ ბავშვებს. მინდა რომ ეს ყველაფერი არა მარტო ჩვენი სურვილი იყოს, არამედ სხვებისა, ვინც დადის აქ ქუჩაში, ვინც ზის და ხედავს იმას, რომ არიან ისეთი ბავშვებისაც ჩვენ გვერდში დგომა სჭირდება. ბავშვებს ვასწავლიდი აგენის გაკეთება და ჩვენ სკოლის ბავშვებთან ერთად გადავწყვიტეთ, რომ ეს გავაკეთოთ და დავეხმაროთ ამ რეაბილიტაციის ცენტრს. პირველად მოვაწყვეთ, ვაპირებთ კიდო გაკეთებას. ახლა გვინდა რომ უფრო დიდ ქალაქებში წავიღოთ. მოსწავლეები მსგავსი ხასიათის გამოფენა გაყიდვის გამართვას ქალაქ გარეთაც აპირებენ.